ის გერმანელიც კი არ იყო, მაგრამ ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსკვლავი გახდა. როცა ევროპაში ომი მძვინვარებდა, მილიონობით ადამიანი მის ფილმებს უყურებდა. შეიძლება ასეთ დროს თქვა მე მხოლოდ ხელოვანი ვიყავი? მისი სახელია ცარა ლეანდერი. შვედეთში დაბადებული მომღერალი და მსახიობი 1937 წელს გერმანულ კინოკომპანია უნივერსუმ ფილმს შეუერთდა და მალე გერმანული კინოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად იქცა. მისი დაბალი, გამორჩეული ხმა და ეკრანული იმიჯი მილიონობით მაყურებელმა შეიყვარა. ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერმანული კინო სულ უფრო მეტად იქცეოდა კონტროლის ქვეშ. 1942 წელს გამოვიდა ლეანდერის ყველაზე წარმატებული ფილმი დიდი სიყვარული. ფილმში ჟღერდა ორი სიმღერა, რომლებიც ომის დროინდელი გერმანიის სიმბოლოებად იქცა. ერთ დღეს სასწაული მოხდება და ამის გამო სამყარო არ დაინგრევა. ამ უკანასკნელი სიმღერის უკან კი საოცარი და ტრაგიკული ისტორია იმალება. შემზარავი პარადოქსია, მაგრამ სიმღერის ტექსტის ავტორი ბრუნო ბალცი ჰომოსექსუალობის გამო თავად ნაცისტური რეჟიმის დევნის მსხვერპლი იყო. იგი დააპატიმრეს და გესტაპოს პატიმრობაში აწამეს, ხოლო როცა მისი ნიჭი ამ ფილმის მუსიკის ტექსტებისთვის დასჭირდათ, გაათავისუფლეს. ისტორიის მწარე ირონია, რეჟიმის მიერ დევნილი ადამიანის სიტყვები იმავე რეჟიმმა ომის დროს გამძლეობის გზავნილად გამოიყენა. ლეანდერი ნაცისტური პარტიის წევრი არ ყოფილა. მისი პოლიტიკური პოზიციის შეფასებაც გაცილებით რთულია, ვიდრე მოგვიანებით შექმნილი ნაცისტი დივას იარლიხი. ჯერ კიდევ 1934 წელს შვედეთში მან ნაცისტური რასობრივი პოლიტიკის საწინააღმდეგო სიმღერად შეასრულა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მისი უდიდესი კარიერა სწორედ ნაცისტური გერმანიის სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ კინოინდუსტრიაში შედგა. 1953 წელს ლეანდერმა გერმანია დატოვა და შვედეთში დაბრუნდა. იქ კი აღმოაჩინა, რომ წარსული მასთან ერთად იყო. ბევრმა შვედმა გერმანიაში მისი კარიერა არ აპატია. ცარა ლეანდერის ისტორია დღესაც საინტერესოა არა იმიტომ, რომ მასზე მარტივი განაჩენი გამოვიტანოთ, არამედ იმიტომ, რომ მისი ისტორია რთულ კითხვას გვიტოვებს. სად მთავრდება ხელოვანის სურვილი უბრალოდ აკეთოს თავისი საქმე და სად იწყება პასუხისმგებლობა იმ სისტემის წინაშე, რომელსაც მისი ხელოვნება ემსახურება. რადგან მომავალი მხოლოდ იმას არ გვეკითხება, რა გააკეთე. ის იმასაც გვეკითხება, ვის სამყაროში აკეთებდი ამას. Davon geht